ცოტა მინდა წაგეჭორავთ. ახლა უსმენდი ძალიან საინტერესო ლექციას. ჩემმა ერთმა ძალიან საინტერესო და ცოდნე ლექტორმა, რომელთანაც გავიარე მე საინტერესო და ღირებული კურსი. ეს იყო არტ ბიზნესი. მართალია დიდი კომუნიკაცია ვერ დავაყარე, ვერ ვიტყვი რომ ჩემი დიდი ნიჭია კომუნიკაცია ადამიანებთან, მაგრამ ისეთი გაცნობიერება მომიტანა, ეხლა უნდა გითხრათ თქვენ და გაგიზიაროთ. როდესაც მე მასთან მივედი და დიდ მხატვრებზე იყო ასე ვთქვათ საუბარი. ამოსწინეთაც და ყოველთვის აღნიშნავდი მე რომ ვარ ძალიან მორიდებული და მორწყვი ადამიანი. რა თქმა უნდა მასთანაც გამიხილა ეს თემა და როდესაც დიდ მხატვრებზე ჩამოვარდა საუბარი, მე ვამბობდი რომ ისინი ძალიან დიდები იყვნენ, ისინი ძალიან სხვანაირები იყვნენ, ასე ვთქვათ. მე მათ როგორ შევადარებ საკუთარ თავს. მან მითხრა ესეთი რამე და ეს იყო ისეთი გარდამტეხი ჩემი ცხოვრებისთვის. მან მითხრა რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და გარდა იმ ნიჭისა, რომელიც ჰქონდათ ასევე ძალიან დიდი შრომის მოყვარეობა, რომელთაც მიაღწიეს იმ თავის უმაღლეს წერტილს. და თუ მე ესეთი განწყობა მექნებოდა, მე ვერასოდეს მივაღწევდი იმ უმაღლეს წერტილს და ანუ ამით იცი რა გააკეთა ამ ადამიანმა და უაღრესად დიდი მადლიერება მაქვს მე მის მიმართ. მან მოშალა, ასე ვთქვათ, ზღვარი ჩემსა და იმ დიდ კორიფეებს შორის. მოშალა ზღვარი, რომელთაც მე ამბიცია გამიჩინა, რომ მე შემიძლია რომ გავაკეთო რაღაცა ძალიან დიდი და ღირებული, რომელთაც შემიძლია მე საუკუნეების შემდეგ ჩემი სახელით იამაყოს ჩემმა შთამომავლობა და არა მარტო იმხელა ამბიცია გამიჩინა, იმხელა სტიმული მომცა ამით, ამ სიტყვებით, რომ ანუ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ისინი ჩვეულებრივი მოკვდავები იყვნენ. მე კონკრეტულად მქონდა ვან გოგზე აქცენტი. რომ ვამბობდი, რომ მეც ძალიან ემოციური ვარ, მეც ძალიან გულთან ახლოს მიმოქვს ყველაფერი და ასევე ძალიან საყვარელი მხატვარია ჩემთვის. ბევრ პარალელს ვავლებ საკუთარ თავთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც არასწორია, იმიტომ რომ ვან გოგის ცხოვრება ეს მისი იყო. მე სულ სხვა ადამიანი ვარ, შენ ვინც მის მე სულ სხვა ადამიანი ხარ, ანუ მე ის ჩემი უნდა ვიპოვო, რომელთაც გავუტოლდები კი არა მათ, შეიძლება დავეძიო და გავასწრო კიდეც მათ. რა არის ამაში ცუდი? რისთვის გვინდა უმუშევრებს? იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უმნიშვნელო იყოს? თუ იმისთვის გვქნი და იმისთვის ვითარდები, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიყოს. ხო, მაგისთვის ვქნი. აქედანვე მინდა რომ უდიდესი მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ მას. ვიცი არ უყვარს ესეთი ძალიან არ არის ჩემგან ეს პირფერობა. მე იმდენად მადლიერების და სიყვარულის განცდა მაქვს შინაგანი, რომ შემიძლია ადამიანებს გავუგზავნო ეს უშრედით. და ამაში ოდნავი პირფერობის ნატამალიც შეიძლება არ იყოს. ამიტომ ელენე ჩემო ძვირფასო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ამ გაცნობიერებისთვის, რომელიც შენ ჩემ ცხოვრებაში მოიტანი დიდი დოზით. და ეს ვერანაირ სწავლებას ვერ შეეძრება. ეს აი ამ მარტო ერთი ფრაზის გამო იყო მნიშვნელოვანი ჩემთვის ეგ კურსი, იმიტომ რომ მე უამბიციო ვიყავი, მეთქი ვერ ვიტყვი მანამდე, ძალიან ისეთი ვარ უმეტესი რაღაც რაც მიღწეული მაქვს შრომის უყარობით მაქვს მიღწეული. ნიჭიც რა თქმა უნდა თამაშობდა თავის როლს, მაგრამ აი ეს ყოველთვის მქონდა, რომ ისინი სხვები არიან და სამთ მე მაგათ როგორ შევედრები, ოდნავათაც ვერა და ვერც ვიფიქრებ ვერასოდეს, რომ მე მათ შევედარო. მაგრამ ამ პატარა ერთი ცი და გოგო მოახერხა ჩემს ცხოვრებაში ეს, რომ შეძლო აი ეს რაღაცა წითელი ხაზი, რომელსაც ვერ ვკვეთავდი, გადამოკვეთა. ბრავო. უდიდესი პატივისცემა და სიყვარული ჩემგან. შენ ძალიან დიდ რამებს შეძლებ.